განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ კვლავ ევაგრე პონტოელის შესახებ ვსჯელობთ, როგორც წინა შეხვედრაზე აღნიშნეთ, გარკვეული კუთხით ევაგრე პონტოელის სამწერლობო მოღვაწეობა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ზოგადად საეკლესიო ლიტერატურის განვითარებისა და სრულყოფის კუთხით, ფორმა მისი, გნომების სახით, ანუ ცალკეული შეგონებების სახით, რაც მრგვალი ციფრებით მთლიანდება 50-ეულები, 100-ეულები, 200-ეულები და როგორც აღნიშნეთ, ფრაგმენტები ევაგრესგან მოღწეული იმსახურებს ყურადღებას, ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ თუ რა მასშტაბის ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა ხსენებული პიროვნება. ამ შრომათა შორის ალბათ უპრიანი იქნება პირველ რიგში შევახსენოთ თხზულება, რომელსაც ასახელებს ევაგრეს ერთ-ერთი უადრესი შემფასებელი და მის შესახებ ცნობების მომწოდებელი, ჩვენს მიერ ხშირად ხსენებული მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრის სქოლასტიკოსი სოკრატე თავის საეკლესიო ისტორიაში, კერძოდ მეოთხე თავში, სადაც იგი მიუთითებს, რომ ევაგრემ შეადგინა წიგნი, რომელიც შეიცავდა გარკვეულ რჩეული ციტატების კრებულს საღვთო წერილიდან იმ საცთურთა და უკეთურ სულთა წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე აბრკოლებენ. ეს წიგნი, ეს მთლიანობა ამ ციტატებისა დაყოფილი იყო მისგან, ესე იგი ევაგრესგან 8 ნაწილად, ანუ მთელი თხზულება 8 წიგნედად იყო შედგენილი 8 ბოროტების, 8 საცთურის, 8 უკეთური სულის წინააღმდეგ. მას ეწოდა, ამ ნაშრომს ეწოდა ბერძნულად ანტირეტიკოს, ასეთი სახელწოდება, რაც ქართულად შეიძლება ასე ვთარნოთ სიტყვის მგებელი, ანუ მოპასუხე, ნაცვალ მესიტყვე. აი ესე შეიძლება ქართულად ვთარნოთ, თუმცა ანტირეტიკოსი ესეც შეიძლება შენარჩუნებული იქნეს. ამავე წიგნს მიუთითებს აგრეთვე წინა საუბრებში ჩვენგან ხსენებული გენადიც, ლათინი მოღვაწეც თავის ნაშრომში ბრწყინვალე კაცთა შესახებ მე-11 წიგნში. ამ წიგნს მიუთითებს აშკარად, როდესაც გვაუწყებს ჩვენ რომ ევაგრემ დაწერა ნაშრომი, სადაც 8 უმთავრესი ცოდვის აღმომფხრელი შეგონებანი საღვთო წერილიდან არის მოხმობილი. აქვე საგულისხმოა ისტორიული თვალსაზრისით იმავე გენადის მითითება, რომ ევაგრე იყო ის პირველი საეკლესიო ავტორი, ანდა ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც სწორედ 8 რიცხვედად კრებს უმთავრეს ცოდვებს ადამიანს, რომ ჭეშმარიტებისაგან სულისას ხელს უშლის და ამბრკოლებს. ეს 8 პრინციპული ცოდვა ევაგრესგან საღვთო წერილის საფუძველზე არის დადგენილი და მათ წინააღმდეგ მოქმედების შემძლე სწავლებანიც ასევე საღვთო წერილისგანაა მისგან ამოკრებილი. გენადი გვაუწყებს, რომ ამგვარი მეთოდი, ესე იგი საღვთო წერილის ციტატებით და საღვთო წერილისგან მოხმობილი სწავლებებით ამა თუ იმ ცოდვის და ამ ცოდვის მოთავე ეშმაკის უკუქცევა და დამარცხება, ამ მეთოდით დამარცხება ევაგრემ თვით უფლისგან ისწავლა, რადგანაც უფალიც უპირისპირდებოდა რა უკეთურ ძალებს და საცთურებს, სწორედ საღვთო წერილის ციტატებს მიმართავდა მათ წინააღმდეგ. ასე რომ, ასკვნის გენადი, ეს შრომა მნიშვნელოვანი შენაძენია ყველასთვის, ამიტომო ამბობს იგი, მე ვთარგმნე ლათინურად ეს წიგნი და ვთარგმნე იმავე უბრალოებით, იმავე მარტივიენით, რა მარტივიენითაც იგი ბერძნულად იყო დაწერილი. სხვათა შორის ეს სიმარტივეც, შეგონებებისა სიმარტივეც სწავლებითი ენისა, რაც ევაგრეს ახასიათებდა, ზოგადად გახდა ნიმუში ასკეტური წერლობისა, ასკეტური სამწერლობო სამეტყველო სტილისა. გენადის ეს თარგმანი ისევე დაკარგულია დღეისათვის, როგორც ორიგინალი და მხოლოდ გარკვეული მცირედი ფრაგმენტები ბერძნული ტექსტისა, რაც თავის დროზე ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებულმა ჟაკ მინმა გამოსცა მე-19 საუკუნეში, აი ეს გახლავთ მოღწეული, რომელსაც თავისი დამოუკიდებელი აი ამ ფრაგმენტულ ნაწილს, ამ ფრაგმენტს ამ ნაშრომისგან დამოუკიდებელი სახელწოდებაც აქვს მიღებული ტრადიციაში და ეწოდება კონკრეტულად 8 უკეთური გულისრახვის შესახებ. სწორედ ეს ძეგლი ამ სათაურით არის თარგმნილი ძველ ქართულადაც. მაგრამ დღეისათვის მიიჩნევა, რომ ეს ფრაგმენტი არ უნდა იყოს ნაწილი ზემოხსენებული ანტირეტიკოსისა, არამედ მეორე ნაშრომის, ევაგრეს მეორე ნაშრომის, რომელსაც ქვემოთაც ვახსენებთ, სახელწოდებით პრაქტიკოს, აი ამ ნაშრომის
სენტენციების ნაწილს უნდა გულისხმობდეს და არა ანტირეტიკოსის რომელიმე წიგნს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომის, ესე იგი ანტირეტიკოსის ბერძნული ორიგინალი და ლათინური თარგმანი დაკარგულია, იგი სრულყოფილად არის შემონახული სირიულ და სომხურ თარგმანებში და მკითხველს და მკვლევარს და მსმენელს შეუძლია ეს ნაშრომი, ესე იგი სრულყოფილად გაითვალისწინოს დღევანდელ დღეს. როგორც აღვნიშნეთ, ამ თარგმანების მიხედვითაც ძეგლი 8 წიგნისგან შედგება და უპირისპირდება 8 უკეთურ სულს, 8 უკეთურ ბოროტ ძალას, რომლებიც ადამიანის წინააღმდეგ აღძრავენ თავიანთ დამოუკველმოქმედებას საცხოვრთა გზით და რომლებიც განსაკუთრებით მონაზონს უპირისპირდებიან, მონაზონს უტევენ. აქვე საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ავტორი ამ ძეგლის, ესე იგი ევაგრე, უპირისპირდება რა ზემოხსენებულ 8 უკეთურებას, იკვლევს კიდეც მიზეზებს, მათი წარმოშობისას და აგრეთვე იმ ზემოქმედების უნარს, რაც უკეთურმა ძალამ შესაძლოა ადამიანზე მოახდინოს. და ყოველი ამგვარი შეგონება და განმარტება თვით ავტორისეული ბოლოვდება ყოველთვის საღვთო წერილისგან ციტატით, როგორც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საშუალებითა და იარაღით ამ უკეთურების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ ამ ნაშრომით აბსოლუტურად ვფიქრობთ აშკარაა, ევაგრე განიზრახავდა მოეცა სულის მარგებელი რამ სახელმძღვანელო მონაზონთათვის უკეთურებათა წინააღმდეგ ბრძოლის ჟამს. ამავე სწავლებას 8 უკეთური გულიზრახვის შესახებ ჩვენ ხვდებით აგრეთვე კასიანე რომელთან, ერთ-ერთ უდიდეს ასკეტ მოღვაწესთან, ნილოს სინელთან, იგივე ნილოს ანკვირელთან, გრიგოლ ხრომთაპაპთან, ანუ გრიგოლ დიდთან, იოანეს სინელთან, კლემაქსის ავტორთან, იოანე დამასკელთან და ბევრ სხვასთან, რომლებიც ფაქტობრივად ყველანი სწორედ ევაგრე პონტოელის სწავლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეფუძნებიან. რაც შეეხება ევაგრეს მეორე შრომას, რომლის ერთი ნაწილი უпроსტად ზემოთ ვახსენეთ, კერძოდ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ის ფრაგმენტი, რაც სახელწოდებას თითქმის იმავეს განიკუთვნებს, რასაც ანტირეტიკოსი შინაარსობრივად, ანუ კერძოდ 8 უკეთური გულიზრახვის შესახებ არსებული ჩვენამდე მოღწეული ექსერპტი ფრაგმენტი განეკუთვნება არა ამ ანტირეტიკოს, არამედ მეორე შრომას ევაგრესა სახელწოდებით პრაქტიკოს. აი ეს შრომა პრაქტიკოს თავისთავად არის ერთ-ერთი ნაწილი იმ თხზულებისა, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბროთ. ევაგრემ შეადგინა გარდა ზემოხსენებული ნაშრომისა აგრეთვე თხზულება სახელწოდებით მონახიკოს, ანუ ქართულად თუ თარგმნით სამონაზვნო, ასეთ სახელწოდებით მონახიკოს, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება. ერთია ზემოხსენებული პრაქტიკოს, ანუ საქმითი და მეორე გნოსტიკოს, ანუ ცოდნითი. პირველი მათგანი, ესე იგი პრაქტიკოს, შეიცავს 100 შეგონებას, ხოლო მეორე გნოსტიკოს შეიცავს 50 შეგონებას. გენადის მიერ მოწოდებული ცნობები ევაგრეს შესახებ აშკარად ადასტურებს, რომ ის თვითონ ამ ნაშრომთან ძალიან ახლოს იყო გაცნობილი. და გვაწვდის კიდეც საკმაოდ მომწურავ ინფორმაციას, როდესაც მიგვითითებს, რომ ევაგრემ გარდა ზემონათქვამი ანტიერეტიკოსისა შეადგინა აგრეთვე წიგნი, რომელიც შედგება 100 შეგონებისგან და განკუთვნილია იმათთვის, რომლებიც ცხოვრობენ მარტივად, როგორც განშორებულნი. ეს წიგნი დაყოფილია თავებად და მას შემდეგ მოსდევს მეორე წიგნი, ამბობს გენადი, 50 შეგონებისგან შედგენილი, მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე განკუთვნილია ერუდიტების, ანუ განათლებულებისა და დაწინაურებული მოღვაწეებისათვის. ესე იგი, პირველი წიგნი ამ ცნობით და ძალიან საყურადღებო ცნობით მარტივი ქრისტიანებისთვის ყოფილა განკუთვნილი, ხოლო მეორე წიგნი იმ ქრისტიანებისთვის, რომლებსაც სწავლება მიღებული აქვთ, რომლებიც საღვთისმეტყველო განათლებას ფლობენ და რომლებსაც ღრმა სწავლებათა აღქმა ძალუძთ. გენადი აქვე დაზნეს იმასაც, რომ მან პირველად ლათინურად თარგმნა მეორე ნაწილი, ესე იგი კერძოდ გნოსტიკოს, ანუ მცოდნითი ნაწილი, რადგანაც პირველი ნაწილი მანამდეც, ესე იგი მის თარგმანამდეც უკვე თარგმნილი იყო. თუმცა იქვე იმასაც მიუთითებს გენადი, რომ ის პირველ თარგმანი, პირველი ნაწილის, ანუ პრაქტიკოს საქმითი ნაწილისა, მის დროს უკვე როგორც ჩანს დაზიანებული იყო და მას ნაწილობრივ აღუდგენიეს პირველი უფრო ადრინდელი თარგმანი და ნაწილობრივ ხელახლა უთარგმნია. და ეს მას გაუკეთებია იმ მიზნით, რომ სრულყოფილად ყოფილიყო გადმოცემული
ორიგინალის აზრი ლათინურ თარგმანში. ჩვენ შეიძლება აქ აღდგენაში აუცილებლად ის კი არ დაგვენახა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ესე ხელნაწერული დაზიანების თვალსაზრისით იყო ნაკლულევანი და ხარვეზიანი ეს ძეგლი ლათინურში, არამედ შეიძლება თვითონ თარგმნელისეულ ხარვეზზე და თარგმანისეულ ხარვეზზე იყოს აქ მითითება, რომ პირველ თარგმანი ორიგინალის აზრს ზედმიწევნით ვერ გადმოსცემდა და სწორედ ამიტომ მას გენადის შეუსწორებია, ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ შესაბამისი ლათინური სიტყვა და არა როგორც აღუდგენია, შეუსწორებია ის პირველ თარგმანი და ნაწილობრივ ხელახლა უთარგმნია, რომ ადეკვატური ტექსტი მოეცა ლათინურ ენაზეც. ამას გენადი იმ პირველი თარგმანის ნაკლოვანებას ხაზგასმით მიუთითებს შემდგომ ნაწილში, როდესაც ამბობს, რომ ეს თარგმანი საკმაოდ გაუკუღმართებული იყო და მაინც როგორც ჩანს თარგმნელის ავტორიტეტის შენარჩუნება უნდა და ამიტომ აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში აღრეული, ესე იგი მაინც გადამწერებს განუკუთვნებს ამ ხარვეს და ამიტომაც მიზნად დავისახეო, ამბობს, შემესწორებინა ეს ყოველივე. გენადი მართალია არ მიუთითებს ვინ იყო ეს პირველ მთარგმნელი, მაგრამ არის მრავალი არგუმენტი იმისა და ამაზე მკვლევარებს არაერთგზის უმსჯელიათ, რომ ეს პირველ მთარგმნელი შესაძლოა ყოფილიყო სწორედ რუფინუს აკვილელი, რომელიც სხვა შემთხვევებში ცნობილია ბერძნულიდან ლათინურად თარგმნელი და რომელსაც თვითონ გენადი სხვა შემთხვევაში მოიხსენებს აგრეთვე როგორც ევაგრეს შეგონებათა ლათინურად მთარგმნელს. აი ეს ლათინური თარგმანები ყველა დაკარგული გახლავთ დღეისათვის, თუმცა პირველი ნაწილი ამ ნაშრომისა მონახიკოსის პირველი ნაწილი პრაქტიკოს, ანუ საქმითი, ორ ბერძნულ გამოცემაშია დაცული, რომელთაგან პირველი შეიცავს 70 შეგონებაზე, ეს როგორც ჩანს თლად ვერაა თანხმდრი თავდაპირველ ტექსტთან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ის თავდაპირველი ტექსტი 100 შეგონებისგან შედგებოდა, აი მეორე გამოცემა ავსებს ამ პირველი გამოცემის ხარვეს და იქ უკვე სწორედ 100 შეგონებადაა წარმოდგენილი ბერძნული ტექსტი. რაც შეეხება მეორე ნაწილს გნოსტიკოს, იგი შემორჩენილია სირიულ თარგმანში და ისიც ასევე გამოცემულია. შინაარსი ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ ამ შეგონებებისა და უпроსტად შედგენილობა გულისხმობს ეკლესიის მამათა და ასკეტური ცხოვრების მეწინამძღვრეთა სწავლებებს, კერძოდ სწავლებებს ისეთი მოღვაწეებისას, როგორც იყვნენ წმინდა ანტონი დიდი, მაგარი ეგვიპტელი, ათანასე ალექსანდრიელი, სერაპიონ თმუისელი, ჩვენ ადრე გვიხსენებია აგრეთვე დიდიმი ალექსანდრიელი, წმინდა ბასილი დიდი და სხვები. და ამ კუთხით ეს ნაშრომი, რა თქმა უნდა, ისტორიული შესწავლის პერსპექტივით მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს. აქვე შეგვეძლო დაგვესახელებინა ევაგრე პონტოელის შრომა, რომელიც ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს მონაზონთა სარკე. ამ სათაურის ქვეშ, ასეთი სახელწოდების ქვეშ იგულისხმება 50 შეგონების კრებული, რაც ბერძნულ ენაზეა დღეისათვის მოღწეული. მიუხედავად ისა, რომ ისინი ზემოხსენებული რუფინუსის მიერ ითარგმნა ლათინურად, ჩვენთვის მაინც პირველადი მნიშვნელობისა სწორედ ბერძნული ტექსტია. დავძენთ იმასაც, რომ ამ ნაშრომის შესავალი შემონახულია ევაგრეს მე-19 და მე-20 ეპისტოლეებში, როგორც ეს ამ ბოლო ხანებში ერთ-ერთი მკვლევრის მიერ უცილებლად დამტკიცდა. დავასახელებ ევაგრე პონტოელის კიდევ ერთ შრომას, რაც ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს ცოდნეობითი საკითხები, ან მცოდნეობითი სირთულეები, საერთოდ ეს ნაშრომი ლათინური სახელწოდებითაა გავრცელებული როგორც პრობლემატა გნოსტიკა, აი ასეთი სახელწოდებით და ქართულად მცოდნითი სირთულეები, ან და ცოდნითი საკითხები, მცოდნეობითი საკითხები ასე შეიძლება ითარგმნოს. ეს სახელწოდება გულისხმობს 6 ასეული შეგონების კრებულს, რაც დაყოფილია 6 წიგნად, თითო წიგნში არის 100 შეგონება, 100 მაქსიმა, ანუ 100 გნომი. და ეს ცენტურიონები, როგორც აღნიშნეთ, ევაგრე პონტოელის სამწერლობო სტილი იყო და ასევე გახდა სამწერლობო სტილი იგი შემდგომდროინდელი ასკეტური მწერლობისა. ბერძნული ტექსტი დაკარგული გახლავთ, თუმცა ნაშრომი მოღწეულია და გადარჩენილია და შემონახულია ჩვენამდე სირიულ და სომხურ თარგმანებში. შინაარსობრივად იგი ეხება დოგმატურ და ასკეტურ საკითხებს, კერძოდ ყოვლადწმინდა სამების დოგმაც, ანგელოზების შესახებ არის მასში მსჯელობა, ყოვლიერების დასაბამი მდგომარეობაში აღდგენების შესახებ, რაც უკვე უახლოვდება ორიგენესეულ სრულ სწავლებას, ეგრეთ წოდებული აპოკატასტასისის შესახებ და ერთ-ერთი მიზეზი, რაც გახდა მისი განკვეთისა. ამ ნაშრომშიც გამოყენებულია მისგან შეგონებითი ფორმა, რაც ასეულებად ნაწილდება, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, სტილი აბსოლუტურად იგივეა. და მიუხედავად ესეთი შეგონებითი დანაყოფებისა, ზოგჯერ ერთი საკითხი განივცობა მრავალ შეგონებაზე.
ევაგრეს საზოგადოდ მიდრეკილი იყო ლაკონურობისკენ, რომ ეს შეგონებანი დაზეპირებულიც კი ყოფილიყო წამკითხველისგან და ამ მხრივ მოძღვრება შთაბეჭდილიყო მის გონებაში ასეთი ზეპირი გზით. აქ შეიძლება საყურადღებო იყოს ისიც, რომ გენადი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ინფორმატორი ჩვენთვის ევაგრის შესახებ ამ ნაშრომს არ ახსენებს, მაგრამ მეორე სოკრატე სკოლასტიკოსი, რომელსაც ასე უთითებდით, მიუთითებს ხსენებულ ნაშრომზე თავისი საეკლესიო ისტორიის მეოთხე წიგნის 23 ქვეთავში. და მას ასეთი სახელწოდებით წარმოგვიჩენს ჩვენ 600 წინაგნოსტიკური საკითხი. რატომაც ეს წინაგნოსტიკურია ტერმინი მასთან პროგნოსტიკოს, ასეა ბერძნულში, ანუ წინაგნოსტიკური საკითხი. შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს ის მხარე, რომ აი ამ საკითხების გადაჭრა და მართებულად გაგება წინასაფუძველი გახდება ჭეშმარიტი ცოდნითი აღქმისა ქრისტიანული მოძღვრების. ანუ გნოსტიკური აღქმისა. ასეა თუ ისე ეს პროგნოსტიკოს საჩქარად არის ამ სათაურში. თუმცა ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ აქ შეიძლება უბრალოდ გადამწერისეული ხარვეზი იყოს და პროგნოსტიკოს ალბათ უნდა წავიკითხოთ როგორც გნოსტიკოს, როგორც ეს სირიულ ხელნაწერებშია მოცემული. ევაგრეს ნაწერების შესახებ ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით. გვადლობთ ყურადღებისათვის.